ბოლო პერიოდის აქტიურობამ თუმცა იმის შესაძლებლობა ვინც ქალაქში შექმნილიყო შესაბამისი სივრცე. დღეს ჩვენ ქალაქში შეემატა ძალიან კარგი ინტერაქციული სივრცე სტარტაპ ბათუმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის ეკოსისტემისათვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორობით შევძელით ამ პროექტის განხორციელება მერები ეკონომიკური ზრდისთვის, გაეროს პროგრამის მხარდაჭერით, ამავდროულად ევროკავშირის ჩართულობით შედგა ეს პროექტი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისათვის, სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის ტექნოლოგიური და ინოვაციური ხედვების რეალიზებისათვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე. დღესაც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან ერთად უმასპინძლეთ 25,000-იან საგრანტო პროგრამას, რომელსაც 6 გამარჯვებული ყავდა. დღეს სწორედ აი ამ სივრცეში ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, რომ 25,000-ლარიანი საგრანტო პროგრამა ჩაგვეტარებინა ქალაქ ბათუმის მერის მხარდაჭერით და ჩვენ შევარჩიეთ მთელი აჭარის რეგიონიდან საუკეთესო სტარტაპ პროექტები, 6 სტარტაპ პროექტი დაფინანსდა ჩვენი მხრიდან და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რაოდენ სწრაფად და მიზნობრივად იზრდება სტარტაპ ეკოსისტემა მთლიან აჭარის რეგიონში და განსაკუთრებით ქალაქ ბათუმში და რა თქმა უნდა ქალაქ ბათუმის მერიას განსაკუთრებული მადლობა იმ მუდმივი და განგრძობადი მხარდაჭერისთვის, რასაც უზრუნველყოფს ბათუმერი ახალგაზრდების სწავლასა და განვითარებაში. ჩვენი პროექტი წარმოადგენს software აპლიკაციას, რომელიც მოსწავლეებს და სტუდენტებს ეხმარება უკეთესად ჩააბარონ საკუთარი გამოცდები და მოემზადონ იმისთვის, რაც კონკრეტულად მათ უჭირთ. ზოგადად სტარტაპ ბათუმზე და ამ სივრცეზე ყველაფერი კარგისგან შემიძლია, იმიტომ რომ აუცილებელია ახალგაზრდების წახალისება და ამ ეკოსისტემის განვითარება საქართველოში.